We've been talking tonight about დღეს საღამოს ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ გვაღელვებს, როგორ აღგვიქვამენ სხვები და როგორ გბლოკავს ეს ჩვენს ცხოვრებაში. საიდან მოდის ეს? რატომ ვართ ასე შეპყრობილები და დამოკიდებულები იმაზე, რას ფიქრობენ ადამიანები ჩვენზე? ეს ძალიან კარგი თემაა და ვფიქრობ, ამ კულტურაში ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია. არსებობდა შესანიშნავი კათოლიკე ბერი და მისტიკოსი თომას მერტონი, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენ სხვა ადამიანების გონებაში ვცხოვრობთ. როცა გვაღელვებს, რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე, როგორ გვხედავენ, როგორ აღგვიქვამენ, როგორ განგუსჯიან, უყვარ ვართ თუ ძულ ვართ. ამ დროს ჩვენ საკუთარ თავში აღარ ცხოვრობთ. ჩვენ სხვა ადამიანების გონებაში ვცხოვრობთ. მაშ, საიდან მოდის ეს? ბავშვს აქვს ერთი აუცილებელი მოთხოვნილება. ისევე როგორც მას სჭირდება ფიზიკურად ხელში აყვანა, ყვება და მზრუნველობა, ასევე სჭირდება რომ დაინახონ. იმიტომ რომ ჩვენ საკუთარ თავს ხშირად ისე ვხედავთ, როგორც სხვები გვხედავენ. როცა მშობლები ვერ ხედავენ ბავშვს მის ნამდვილ არსში. ამაზე დიდი ფსიქიატრი ბრიუს პერი, რომელმაც ოპრასთან ერთად წიგნის დაწერა, ამბობს, რომ ჩვენ არსებითად სიყვარულისთვის ვიბადებით. ეს განვითარების აუცილებელი მოთხოვნილებაა. სიყვარული მხოლოდ ის არ არის, რას გზნობენ სხვები ჩვენს მიმართ. თავარი კითხვაა, გვხედავენ თუ არა სხვები ჩვენ რეალურად? თუ ისინი ვერ გვხედავენ ისეთებად, როგორებიც ვართ, მათივე შეზღუდვების გამო და ბევრ მშობელს უჭირს ამის გაკეთება, მათ შორის მეც მიჭირდა. მაშინ ბავშვი ცდილობს, მშობელმა ის დადებითად აღიქვას და დაინახოს. ამის შემდეგ ბავშვი იწყებს საკუთარი თავის შეცვლას. ის მალავს თავის გარკვეულ ნაწილებს, აზვიადებს სხვა ნაწილებს და ფაქტობრივად ქმნის იმ სახეს, რომლის დანახვაც სურს მეორე ადამიანს. იმიტომ რომ მეორე ადამიანი ვერ ხედავს მის ნამდვილ პიროვნებას. ამიტომ ეს ყველაფერი მოდის ჩვენი ყველაზე ადრეული ურთიერთობებიდან. იქიდან, სადაც ჩვენ არ დაგვინახეს ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში ვიყავით. თუ ჩვენ დაგვინახავდნენ ისეთებად, როგორებიც ვართ, მაშინ უბრალოდ მივიღებდით საკუთარ თავს და ასე ძლიერ აღარ დაგვაინტერესებდა, როგორ გვხედავენ სხვები. ეს ყველაფერი ბრუნდება ჩვენს ბავშვობის პირველ დღეებთან, იმ სახლებში, სადაც მშობლებს შეიძლება მართლა უყვარდეთ ბავშვი. ჩვენ აქ მშობლებს არ ვადანაშაულებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ მშობლებს საკუთარი შეზღუდვები ხშირად ხელს უშლის მათ, დაინახონ ბავშვი ზუსტად ისეთი, როგორიც ის არის. და მაშინ ბავშვი იწყებს საკუთარი თავის მორგებას იმაზე, როგორიც მშობელს სურს რომ იყოს.